მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი შემოერთება პოდკასტების სერიაში Mate, რომლის მიზანია შეგახედოთ დაზღვევის მიკროსამყაროში. მოიცადეთ, ეხლა შეიძლება იფიქრეთ რა უნდა იყოს საინტერესო დაზღვევაში, მაგრამ მხოლოდ დაზღვევაზე არ ვისაუბრებ. ვისაუბრებ კრიპტოვალუტაზე, სტოკებზე, ზოგადად ფინანსებზე, გადაზღვევაზე, რისკის მართვის მექანიზმებზე. ისე კი დაზღვევა ნამდვილად არის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომაც ამ პოდკასტების სერიაში მნიშვნელოვანი თემა იქნება დაზღვევა. დაზღვევის ისეთ ნიუანსებში ჩაგახედებთ, რომ ჩემი დასკიპვა ნამდვილად არ უნდა მოგინდეთ, ასე რომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. ეხლა კი ჩემ თავს გაგაცნობთ, რატომ უნდა მომისმინოთ. მე ანა ვარ, ალბათ სტანდარტული განათლებით, რაც ჩემი თაობის ახალგაზრდების 70%-ს აქვს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის გამოცდილება, რაც სწორედ იმ სფეროში მაქვს, რომელზე საუბარსაც ვაპირებ. ეს გამოცდილება უკვე 7 წელიწადს ითვლის. მართალია ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, რომ ექსპერტად გახდომას პროფესიაში ჭირდება 10 წელი მუშაობა მინიმუმ და ექსპერტს ჩემი სახით ამ პოდკასტების სერიაში ვერ მოусმენთ, მაგრამ ექსპერტებს მოვიწვევ, მათ მოსაზრებებს გაიგებთ, მათთან ინტერვიუებს მოვაწყობ. ისე კი ეს წამოწყება ჩემი მცდელობაა ექსპერტობის გზაზე, ხო და როგორც იგივე ბრძენი კაცი ამბობდა, ყველაფერში ექსპერტი თავის დროზე დამწყები იყო, ხო და ჩვენც დავიწყოთ. ბევრი ვიფიქრე რა ყოფილიყო პირველი ეპიზოდის თემა და ჩამოვყალიბდი იმაზე, თუ რა არ უნდა იყოს და არ დავიწყებ საუბარს რა არ გვაქვს საქართველოში, რამდენად კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც ისეთივე განვითარებული ბაზარი ვიყოთ, როგორც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები. თუმცა ამ პოდკასტის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ სფერო გახდეს ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი, გვესმოდეს დაზღვევის არსი, დაზღვევის როგორც რისკის მართვის მექანიზმის, მიცი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილება, რაც საზოგადოების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია. შევეცდები მოვიწვიო ექსპერტები, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტები, მასთან ჩავწერო ინტერვიუები, ასევე საკამათო საკითხებზე მრგვალი მაგიდის დისკუსიები მოვაწყო. აგრეთვე მექნება სოლო ეპიზოდებიც თქვენთან სასაუბროდ, ფიდბექების, ცვლილებების გასაგებად. ფიქრობ, მხოლოდ სტუდიური ჩაწერები შეიძლება მონოტონური და ერთფეროვანი იყოს საყურებლად, ამიტომ გასვლითი ეპიზოდებიც იქნება. ეხლა შეიძლება ისევ გაიფიქრეთ, რომ ბუნებაში გასვლა ფინანსებზე ან დაზღვევაზე საუბარს რაში ჭირდება, მაგრამ დამიჯერეთ თქვენც ისე ჩაგითხრათ სფერო, რომ მოგინდებათ სხვადასხვა ლოკაციის ჩართვა. მანამდე კი ბევრი იდეით აღჭურვილი ვარ მოსული. კვირაში ერთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ, შევეცდები ავარჩიო იმ კვირის აქტუალური თემა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პოდკასტი არ იქნება მხოლოდ დაზღვევაში, ფინანსებში ჩართული მომუშავე ადამიანებისთვის. ეს იქნება ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც ქონია საჭიროება დაზღვევის პოლისის შეძენის. ეს იქნება მანქანის დაზღვევა, ჯანმრთელობის სამოგზაურო თუ უფრო მასშტაბური, როგორიც არის სამშენებლო პროექტების დაზღვევა, ავიაციის და ასე შემდეგ. ალბათ, ძალიან ბევრჯერ გაგიგიეთ საუბარი სამეგობრო წრეში, მანქანის დაზღვევა მაქვს, შესაძენის ათ შევიძინო, ეგენი ხო არაფერს არ აგინაზღაურებენ, ღირს კი საერთოდ. ჩემი საუბარიც ყოველ დილით ტაქსის მძღოლთან იგივენაირად, იგივე თემით შემოიფარგლება, როდესაც გაიგებს სად მივდივარ. ალბათ, საბოლოოდ ვერც ტაქსის მძღოლს ვერ ვაკვალიანებ კონკრეტულად რომელ სადაზღვევო კომპანიაში შეიძინოს პოლისი და თქვენც ამ პოდკასტების ფარგლებში ვერ გირჩევთ კონკრეტულად სად იყიდოთ პოლისი. თუმცა ღირს თუ არა ზოგადად დაზღვევის პოლისის შეძენა და რას უნდა ველოდოთ მისგან, სწორედ ამის ირგვლივ ვისაუბრებთ. აქვე განმეორდები, რომ ეს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ამ ძალიან ყოფით კითხვას რომ ვუპასუხოთ, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იჩენს თავს და რაზეც დაფიქრება გვჭირდება. დაზღვევამ უნდა მოგცეს სარგებელი, რაიმე ბენეფიტი, თუ გვინარჩუნებს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას. და ეს არის დაზღვევის ბენეფიტი. თუ ეს უკანასკნელი და მე სტაბილური ფინანსური მდგომარეობა არ მაქვს, მაქვს საჭიროება დაზღვევის ყიდვის?
და უფრო მასშტაბური რო გავხადოთ ეს საკითხი, თუ ქვეყანაში საერთოდ არ არის სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, რა ფარგლებში დგას დაზღვევის შეძენა და დგას კი საერთოდ? ალბათ ამ კითხვას რო პასუხი გავცეთ, ძალიან თეორიაში გადავიჭრებით, ასე რომ შევეცდები ერთი წინადადებით ვუპასუხო. დაზღვევა მე, ჩემი ოჯახი, ჩემი კომპანია ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა დაიცვას მოულოდნელი ფინანსური ხარჯისგან, აქტივების მოულოდნელად დაკარგვისგან. ამითი შემინარჩუნოს ფინანსური კეთილდღეობა. ფინანსური კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომ რიგ ქვეყანაში დაზღვევის ზოგიერთი სახეობა სავალდებულოც არის, მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, ნახევარ მსოფლიოში სავალდებულოა მანქანათმფლობელთა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. ისე კი დაზღვევის სავალდებულოობა იმდენად საკამათო თემაა, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს ძალიან მოუხდება მრგვალი მაგიდის დისკუსია, რასაც აუცილებლად ერთ-ერთ ეპიზოდში შემოგთავაზებთ. მანამდე კი რომ დავუბრუნდეთ დაზღვევის მნიშვნელობაზე საუბარს, ერთ ფაქტს გავიხსენებ. Great Fire in London 1666 წელს, ანუ დიდი ხანძარი ლონდონში. ისტორია ესეთია. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამეფოს საცხობში. ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობდა ნახევარი ლონდონი. მათ შორის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას თავად მეფე ჩარლზ მეორე და მისი ძმა იორკის ჰერცოგი, მაგრამ უსწრაფესად გავრცელდა ხანძარი. ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი რამდენიმე იყო. ერთი ის, რომ სახლები აგებული იყო ხისგან და მოგეხსენებათ ხე მარტივად და აალებადია, აგრეთვე ურბანული დაგეგმარება, ქუჩები ძალიან ვიწრო, სახლები ერთმანეთთან ახლოს და მშრალი ცხელი ამინდი ზაფხულის. ყველაფერმა ერთობლიობაში იმოქმედა, ცეცხლი უსწრაფესად გავრცელდა და 100,000-ობით ადამიანი უსახკაროდ დარჩა. არა მარტო უსახკაროდ, ასევე უბიზნესოდ, იმიტომ უამრავი საწარმო იმდროინდელი მაღაზია დაიწვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმდროინდელ ლონდონში რაიმე სისტემა, რომელიც მსგავსი ტიპის კატასტროფებისგან დაზარალებულ ადამიანებს ზიანს აუნაზღაურებდა, არ არსებობდა. და ამ დროს გამოჩნდება ერთი ჭკვიანი ადამიანი, იმდროინდელი ბიზნესმენი, ეკონომისტი, ვინმე ნიკოლას ბარბონი, გამოთქვამს მოსაზრებას და საბოლოოდ განახორციელებს კიდეც ისეთი სისტემის არსებობის საჭიროებაზე, რომელიც ასეთი კატასტროფული შემთხვევების დროს აუნაზღაურებს დაზარალებულ ადამიანებს ზიანს. საბოლოოდ დაახლოებით 20 წელიწადში ეს ადამიანი აარსებს Fire Office, რომელიც არის ჩანასახი თანამედროვე სადაზღვეო კომპანიის. და რას აკეთებდა ეს სადაზღვეო კომპანია? ნიკოლასის კომპანია სახლების მესაკუთრეებისგან კრებდა თანხებს, ეგრეთ წოდებულ პრემიებს, თავს უყრიდა ამ თანხებს ეგრეთ წოდებულ პულში, ფონდში და ისევ ხანძრის მოხდენის შემთხვევაში, ზარალის შემთხვევაში ამ ზარალს აანაზღაურებდა ამ ფონდში დაგროვებული თანხით. ეს არის პირველი ჩანასახი სადაზღვეო კომპანიის. ისე კი დაზღვევა მანამდეც არსებობდა ლონდონში, Marine Insurance საზღვაო დაზღვევა, რომლის შექმნასაც თავისი საინტერესო ისტორია აქვს. მოგეხსენებათ მე-17 საუკუნის დასაწყისში ლონდონი უკვე ჩამოყალიბებულია როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი და გემთმფლობელები, ვაჭრები იკრიბებოდნენ მუდმივად და ფიქრობდნენ, როგორ შეემცირებინათ ნაოსნობასთან დაკავშირებული რისკები და ერთ-ერთ შეკრებაზე ლოიდის კოფი შოპში გამოთქვეს მოუვიდათ შესანიშნავი იდეა და დაწერეს პირველი insurance policy. ნიკოლასის კომპანიას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა და დაიწყო სხვა კომპანიებმაც ამ სქემის გამოყენება. ალბათ მომგებიანი იყო, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის ხანძარი ლონდონში ისტორიულად არ არის მეორე ცნობილი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ სადაზღვეო კომპანიებმა შექმნეს ეგრეთ წოდებული გაერთიანებების society-ს, ერთმანეთში ინაწილებდნენ პრემიას და იმავე პროპორციით გაინაწილებდნენ ზარალის შემთხვევაში ასანაზღაურებელ თანხას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაზღვევის შექმნამ წაახალისა ბევრი დარგი. ხშირ შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიები აფინანსებდნენ კერძო სახანძრო კომპანიებს იმისთვის, რომ დროული და ეფექტური დახმარება აღმოეჩინათ მათი დაზღვეული ქონებისთვის.
ადამიანებმა ასევე ფიქრი დაიწყეს, რა მასალით უნდა აეშენებინათ შენობები იმისთვის, რომ უფრო მედეგი ყოფილიყო ხანძრისადმი. ანუ მაშინდელმა სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს განსაზღვრა და ფიქრი იმაზე, თუ რა მასალით იყო შენობა აგებული, რამდენად ახლო იყო ის სახანძრო კომპანიასთან ან წყალთან და ამის მიხედვით დაკისრება სახლის მესაკუთრისთვის გადასახდელი პრემიის. ასე გაჩნდა საჭიროება ისეთი პროფესიის არსებობის, რომელიც შეაფასებდა და მართავდა რისკებს. ასე გაჩნდა პროფესია ანდერაითერი. მე აუცილებლად მოვიწვევ სტუმრად ანდერაითერებს, იმიტომ რომ გაიგოთ, როგორ აფასებენ და მართავენ ისინი დღეს საქართველოში რისკებს. შეგეძლებათ, რომ კითხვები დაუსვათ. რომ დავუბრუნდეთ ძველ ლონდონს, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ვითარდება ინდუსტრია და მარტო ხანძრის რისკისგან, არამედ სხვა რისკებისგანაც დაზღვევაც დაიწყეს კომპანიებმა, როგორიც არის წყალდიდობა, მიწისძვრა და ასე შემდეგ და ასე გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მოვედით დღემდე. დღეს დაზღვევა ნამდვილად არის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და უზრუნველყოფს მის სიმყარეს. დღეს სადაზღვევო კომპანიები მარტო იმისთვის კი არ არიან, რომ აანაზღაურონ ზარალები, არამედ ფიქრობენ რისკის შემცირების გზებზე. ანუ მე როგორც სადაზღვევო კომპანიის კლიენტს მოთხოვნა მარტო ის კი არა მაქვს, რომ ამინაზღაუროს ზარალი ხანძრის მოხდენის შემთხვევაში, არამედ ჩემი მოთხოვნა არის, რომ მომცეს რეკომენდაციები, რჩევები, როგორ იყოს ჩემი სახლი მედეგი ხანძრისადმი. ხანძარი, რა თქმა უნდა, მაგალითის სახით, ნებისმიერი დაზღვეული რისკისადმი. შემდეგ ეპიზოდში ვისაუბრებ, რა მოთხოვნები უნდა მქონდეს სადაზღვევო კომპანიის მიმართ და რას უნდა ველოდოს სადაზღვევო პოლისისგან, ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში კი ჩემი მიზანი იყო გამეკეთებინა მცირე ინტროდაქშენი, დამეინტერესებინეთ სფეროთი, იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, რაც დაეხმარება პოდკასტ განვითარებაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პოდკასტ არიას სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის. მე კი გემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე.